ამხანაგებო ვის გსურთ კიდევ აზრის გამოთქმა? მე მაქვს სათქმელი, თუ შეიძლება. ბრძანეთ. ამხანაგებო ჩვენ დღეს საგვესწრება ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელი, ამიტომ მე არ შემიძლია როგორც კომუნისტმა გულწრფელად არ ვილაპარაკო. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა გავრიცხავთ წოლაძეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან, რაც გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო მას ძლიერი მფარველი და პროტეჟე რომ არ ხოვოდა ჩვენი რედაქტორის სახით. რამიშვილმა თვითონ მოიყვანა რედაქციაში წოლაძე ყოველგვარი დამსახურების გარეშე. როგორც მისი მეგობარი მფარველობდა მას უკანასკნელ დღემდე და თუ ატყობთ, ახლავთ. მე თავიდანვე გამოცხადე ზემდგომ ორგანოებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ წოლაძე მეკრთამი. ამიტომ მე თავიდან ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ამხანაგებო ვის გაფრთხილე სიტყვა? მე ვიტყვი თუ შეიძლება. ბრძანეთ. ამხანაგო რამიშვილი. აქამდე რატომ არ შემოხვედით პარტიაში? არ უღებულობდნენ ბატონო. რატომ? მშობლები მიყავდა რეპრესირებული. კონკავშირში როგორ გამიგიღეს? დაუმალე მშობლების ამბავი. კი, მაგრამ არავინ იცოდა ვინ იყავით? იცოდა. სკოლის კომკავშირის მდივანმა. და არ გაგამხილათ? დიახ. რატომ? მეგობარი იყო ჩემი. მშობლების გამო რამე წყენა ხომ არ გქონდათ პარტიის მიმართ? გქონდა. შემდეგ გაგიარათ ამ წყენა? გამიარა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამიჩნდა ეს გრძნობა. როდის? რეაბილიტაციის შემდეგ სიხარულის ნაცვლად წყენა გამიჩნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე სულ ტყუილ უბრალოდ არაფრის გულისათვის გადავიტანეთ ამდენი უბედურება. ეხლა სად არიან თქვენი მშობლები? აღარ არიან. და თქვენ ეხლა ასეთი გრძნობით შედიხართ პარტიაში? ადამიანებმა რომლებმაც მეტკივილი მომაყენეს, უკვე აგეს პასუხი და თითქმის აღარ არიან. ახლა მთავრობის სათავეში ჩემი თაობის ხალხი მოდის. მე არ მაქვს შურის ძიების უფლება. უფრო მეტიც, მე მათ უნდა დავეხმარო თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. მით უმეტეს, რომ მე მჯერა მათი საქმის და ეს საქმე მე ჩემს საქმედ მიმაჩნია. ამხანაგებო, მართალია ის, რომ შოთა წულაძე ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად გავატარეთ ებნება ცხოვრებაში ისეთი პატიოსანი ადამიანი, როგორც შოთა წულაძე იყო. ახალგაზრდობაში მეგობრებმა მას ედმეთ სახელად ალალო შევარქვით. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ შოთას შეეძლო ის ჩაედინა, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ.
მისი საქციელი მე ფსიქიურ ანომალიად მიმაჩნია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას ვერ იდებოდე პირიქით. მე ვგრძნობ ჩემ დანაშაულს. სწორად გვაქვს ჩემმა მოადგილემ. მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა დამეკისროს. და მე ის Hello. Panjaro. Am panjaro ar musunuz? Am hayri. Hayri. Ეხლა. თქვენი სახელი პატივცემულო. Hevia. Taiki. Ambo ben teraliao. Ეხლა ეს რო აქედან გამოძრეს, შენ ღმერთს ვიწამებაი. მე თუ
ნუ თუ არსებობენ ასეთი ლამაზი ქალი. მეგონა ბაჩანა რამიშვილი რამის უფრო ორიგინალურ სიტყვად. თუ კი მომცემთ მანზე მოსვლის საშუალებას, აუცილებლად მოვიფიქრებ რამე ორიგინალურს. თქვენი სახელი? მარიამი. სად მივიხართ, მარიამი? სახლში, ნახოთ. მოიწმინეთ, გაგაცილეთ. არა. მარტო მინდა ვერ. ბატონო ბაჩანა როგორ გწნობთ თავს? მადლობთ უკეთ. ძალიან კარგი. მაშინ გავიცნობთ ერთმანეთი. მეორთა ჯალის სამების ეკლესიის მოძღვარი მამა იორამ კანდელაკი გახლავართ. ეს ვაკელი მეჯღანი ავთანდილანუ ბულიკ გოგილაშვილი. სალამი. გამარჯობათ. ბულიკა რაღა არის? ბულიკა? ბულიკა. ბავშვობაში ბულკის მაგივრად ბულიკას ვამბობდი ხოლმე და ბიჭებმა ზედმეტ სახელად შემარკვეს. თქვენც ეგრე დამიძახით. თქვენზე ამბობენ წერალიო, მართალია? ო, წერალი ვარ. იმ ფაქტორისგან მოგივიდეთ. არ ვიცი ხმერთმალი. აიცი რა. ცოტა სხვა რო ტყამდი ხოლმე, რა? ამბობენ წერლებს ძალიან უყვართ. არა, რას ბრძანებთ? როგორ სულ არა? სულ როგორ არა, ხანახ. აი ეგრე. მეც არა ვთქი თუ არა სვამს როგორ აწერს მეთქი. მაინც რამდენს? 3-4. ჩიკას. ბოთლს. ვაუ, ბოთლ? მაითა ხუთი. აი ეგრე. არა. არ შეიძლება. მართალი არიან ექიმები. არ შეიძლება. მორჩა გათავდა. მე ერთი ნაცნობი მწერალი მყავდა. თვითონ ამბობდა რა პოეტი ვარო. სულ მთვრალი დადიოდა, მე კი ყვავი დამჩხაოდა. ნუ სვან ბულიკა ნაპიტოკებს სიბერეში დაგიტოკებს. მათ არ დამიტოკა გასულ. მერე? ვა. ლოხე. მე აქ ლაპარაკობ ამას გაზინები. ბატონო ბაჩანა. ეთქობა ფანტაპონი მოერია იცინოს. რა გაიგინე. რა მალმალე მიდი მოდის ხოლმე კაცო. აშა. დავი შენო. გამარჯობათ. გამარჯობა. სალამი. თქვენზე ამბობენ რეჟიმს არ იცავს, დადის. მე? ახლა გითხარით. არ მისცეთ ადგომის უფლება მეთქი. საწოლზე ხო არ დააბავთ ბატონო ნოტარი. თუ საჭიროა უნდა დააბათ. სუზინავს 24 საათის ძინავს ბატონო. რასაც ერალდინმა ყველაზე კარგი შედეგი მოგცა. ტკივილები სუსტი. პერიოდულობა თუ ღვიძავს 9 საათში ერთხელ. გამარჯობათ. გაგულობარნიათ, გადავრჩი. აი, სწორედ ეკითხვა მინდოდა მომეცა თქვენთვის. თითქოს უგეთავარ.
მაშინ იმედი უნდა ვიქონიო. ხვალდღეს გვერდით პალატა თავისუფლდება, თუ გინდათ გადაგებოთ. აქ მირჩევდი. თქვენი ნება. როგორ გძნობ თავს, ბატონო იორამ? 5 წყალობით უღეთ. კათოლიკოსმა დამირეკა დღეს, თქვენი ჯანმრთელობა იკითხა. რა გადაგცა? შენი ლოცვი და კურთხევით არ ღებულობს თუ მაცხოვარი ასე გადაეცით. ესე იგი ჩვენ აქ არაფერს შუაში ვარ? თქვენ ექიმებს ჯოჯოხეთის გარი გაბარიათ. კათოლიკოსებს სამოთხისე ბატონო პროფესორი. არა მამა. საიქიოს ერთი კარები აქვს და სწორედ ის კარები გვაბარიათ ჩვენ, ექიმებს. ჩვენი საქმეა დროზე ადრე არ გაგიღოთ ის კარები. რაც შეეხება ჯოჯოხეთსა და სამოთხეს, ეს უკვე ქვევანყოფილებებია და სად გაგამწესებს მაცხოვარი ეს ხვივის საქმეა რა. გოგილაშილო. ლახუნა, რომელი ხარ? ლონგაცა ვარ, ლონგაცა. მომბრძანდით, ლონგაც ბატონო, მომბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ნამეტან იშვიათ სანახავი გახდი ლონგაც ბატონო. ლახუნა, შემოგლახუნა. სახი დახო, არ გამოდივარ ახლა. ბაწაი, საქმე მაქვს შენთან და იმიზა შეგაწუხე. ბრძანეთ ბატონო, სახში მომბრძანეთ. არა, ბატონო, აგერ ვეთქვი რა. აგერ ბრძანეთ ბატონო. ბაჩანა, უცადება კანავი ბაბუა შენ. მომბრძანეთ ბატონო, აგერ მომბრძანეთ. აი მაღანა შვილი-შვილია ჩემი. ეს ერთი დამჭა ქვეყანაზე. ეხლაწელი შემოგლახუნა. წეიყვანე ამ საფხულს თაში. წემსად. პატარა ჯერ. ვერ გაუძლებს თხისა და უშვებელის დევნას. დიდი ხათრი მაქვს შენ ლონგაც ბატონო, მაგრამ ვერ ვიზამ აქ საქმეს. თვითონ იცი რა ძნელი სამუშაოა მთაში. კი მაგრამ რა გაგიჭირდა ამისთან რომ მთაში უშვებ აღანას, მიჭირს ლახუნა. მიჭირს ბატონო. ჭლექი ჭირს ბიჭს. ევგენია ქიმა თქვა. ამ ზაფხულს მთაში თუ არ წაიყვანე, კარაქი და თაფლი თუ არ მიახმარე, დაიღუპებაო, მე კი ვხედავ რა ფერ ვარ მოფანფანებული. კარაქი და თაფლი კი არა, ჭადი არ მაქვს სამყოფი. შენ ერთი მყავ ხარ ქვეყანაზე. გადამიჩინე აი ბაღანა და მერტი გადაგიხდი სამაგიერს. კარდიოლოგიური სალამი. საქართველოს კარდიოგრამას ჩვენ ზენიჩკას გაუმარჯოს. არ ვარგა. გაუმარჯოს. გადაბრუნდი. თანაც ჩავიხადოთ. გადაბრუნდით. აბა გადაბრუნდით. ახ, დედას თქვენს ასხოვებო. ქალბატონო ჟენი, აუცილებელია ყუნწამდე ჩაყვანა. ნაბატიერ ბატონო, იორამ ხელი გამეკცა. რაღაც ჩემზე გაგირბეს დალოცულო, ცოტა ამ პალატაში უღმერთო. რას იზამ მამაო, მოთმინები და შენითაო. გადაბრუნდი. ჯერ ნემსი მაჩვენე და მერე. აჰა ნემსი.
ხალხო ეს თუ ნემსია მას სადგისი რა არის მომკლა რა ყოველდღე შენთან ვაჭრობამ გადაბრუნდი ახლა ო კარგია გადაბრუნდი თუ ბიჭი ხარ შენ გადაბრუნდი და მე დაგარჭობ მაგ სადგის გადაბრუნდი სულო გუზია გასკდე თვალს არ დავახამხნე გადაბრუნდი მიდი მამაო Ничего. აბა ბაჩანა ხადი ბიჭო ხამად ფილო აბა ბაჩანა არ მინდა გლახუნებიძია რა არ მინდა გახსო სასამდრო სინათორნ გაგდიოდა ყურებში კარაკრა თაფნაკრა ეს ახლა რო ხარ ტახივით აბა ის შეჯოე მიდი ბიჭო მე ხარე არ დააფეთო შვილო გლახუნებიძია თავმჯდომარე მოდის განარჩევათ გამდილა უშენია რამ შეგაძუღა შეწყვილე არა მოხვიდოდი აქ რა თქმა გაცხოვთ ამ შოվել ძაღლს ვიზია რა ბარაგი გასო ვიზა და მამუჩარა კიკვაძეზე სულებში ორი უასაკო ბავშვი გაუბახებია ერთის დედა გაგიზარს საწყალი ერთი კვირის თავზე მამუჩარა გათახსირებულმა ენა მოჭრა ბონდოიას ქიფურიშვილს შენ დამასმენდიო სოფიანი მგელივით მოსარიდებელი და საშიში ახლა მაგი თქვენს ფრთხილად უნდა იყოთ გავიგი აქ დაწოციალობს ამ მიდამოებში გასო შეფსხერა მარდა რას მიშველის აბა იარაღი არ მაქვს არაფერი დავიჯერ მაგ მოუძერი მე ხო ჩვენ იარაღი გიაყობა არა მაგას გავიფიქრი კაცო და გადაწყვიტე და მიტოვე მაგ მოუძერი კაცო თქვენ თობის იაყობა დაბა გადაწყვიტე კიდე გიტოვე ხმარა რომ ჩამოხვალ უნდა დავიბრუნო დავიბრუნებ კაცობა ბაჩანა წაიღე შვილო და ჩააგდე ხვირძიში ვისი ეს ბაღანა ვერ ვიცი აი ბაღანა ლომკაცრამიშვილის ბადიშია აი ერთი ესაა ჭრექი რომ წიდა ეგ არის ხუნტა მოვაყენეთ ფეხზე აი კაცი ხარ შენ აი კაცი ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს აბა წავედით ახლა აკ ცენო თუ გამოჩნდეს სალმე ის შობეთ ზაღლი შეგვატყობი ერთოდე ბატონო იორა ქრისტე თუ გინახავთ სიზმარში ღმერთის დასიზმრება არ არსებობს ბატონო ბაჩანა ღმერთის ხილვა იგივე გამოცხადება ის ეცხადება ან რჩეულს ან იმას ვისი მოგცევად სურს მე ასეთი ბედნიერება არ მგრძებია მაშინ მე და თქვენ პროფესიების გაცვლა მოგვიწევს რა შეესახმე ერთი საათის წინ გამომეცხადა ვინ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღმადგინა ღმერთო ჩემო უფალო ჩემო არ იწამე კი სიზმარში კი ჩავუვარდი მოხლებში მაგრამ თვალი რომ გავახილე და ისევ თქვენ და ბულიკა დაგინახეთ ცოტა ეჭვმა შემიპყრო ცოდვილო მკვდარი დაგაბრუნა ამაზე მეტი რაღა გინდა მიზანი ვერ გავიგე ჩემი გაცოცხლებისა მამაო მიზანი დრო რა დრო დრო ჟამი რომ გაგიგრძელა არსებობისა განა სულ ერთი არ არის მამაო როდის მოგკვდები რა გეუნდა მოგკვდე არ არის სულ ერთი არც შენთვის და არც იმისთვის ვისი სიცოცხლეც შენზეა დამოკიდებული დრო არის ღვთის დიდი მადლი
თქვენ კომუნისტებს ღმერთი აღგზავნთ. ამიტომ არ ეცით დროის ფასი. თუ მართლა დრო არის ღმერთი, მაგას ჩვენც ვაღიარებთ კომუნისტები, მამაო. სხვადასხვა სიტყვასაც ვაფასებთ, საქმესაც და დროსაც. არანაკლებად ვიდრე ეკლესია. ტყუილია ეგ. იმდენი მედღე მეხვალია თქვენ რომ ყავთ ადამის მოდგმას არ მოსწრებია. მედღე მეხვალია თქვენ რომ ყავთ, მამაო. მაგდენი ვის მოსწრებია. თვითგზდეც კი ცხონებას ხალხს სიკვდილის შემდეგ პირდება. ბატონო ბაჩანა. ცხონება სული საზრდოა უწონელი. და მის მოპოვებას მთელი სიცოცხლე ჭირდება. კაცის მოპოვებას ღვთისმსხალობას ეძახით. ზომაზე მეტყს ვერ ვსწავს ადამიანებს თქვენი რელიგია. სულის წაწმედაა თქვენი სიტყვები, ბატონო ბაჩანა. ჩვენი რელიგიის ძირითადი კანონია გასცე და რა მიიღო, ემსახურო და რა იბატონო. ეს ყველაფერი ლამაზ სიტყვებია, ბატონო იორამ. სიბნელე, რელიგიური სიბეცე, ინკვიზიცია, ჯვაროსნული ომები და ეს ყველაფერი მაცხოვრის სახელით. დიახ, ამას აკეთებდა ურწმუნო ქრისტეს სახელით. მორწმუნეს ამის ჩადენა არ შეეძლო. რადგან ღმერთი არის სიყვარული და არსად არ თხოვლობს იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ისე კი, ბატონო ბაჩანა, ზოგიერთ პერიოდს ნუ შევახსენებთ ერთმანეთს. დიახ, ნუ შევახსენებთ. რამდენი წლის არის, ბატონო იორამ, თქვენი რელიგია? 2000-ის. ჩვენი რელიგია, ბატონო იორამ, ჯერ 100 წლისაც არ არის. აი 2000-ის რომ გავხდებით, მაშინ ნახოთ ვინ უფრო მაღლა იქნება. ხალხთან რომელსაც არაფერი სამთ ძნელია გამათი. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ, ბატონო. პირიქით. მეგისმენთ, ბატონო. უგაცრავად ვერ გაგიგეთ. მე პეტროლის საწარმოო კომბინატის მმართველი სანდრო მაღლაფერიძე გახლავართ. გაგონილი გექნება თქვენ ჩემი სახელი და კვარი. დიახ, გაგონილი მაქვს. რისთვის მოგბრძანდეთ? თქვენი გაზეთის ხვალინდელ ნომერში, ბატონო ბაჩანა, უნდა გამოქვეყნდეს ფელეტონის სათაურით. კატის ტყაოსანი. სადაც წერია, რომ თურმე მე მყავს საყვარელი, რომ მე ვარ ქურდი და ვითომ თაღლითი. მაგის დამწერს თქვენს ლიტმუშაკს ამ კატის ტყაოსანის ჯღაბნის მაგივრად არ ერჩია, რომ რექტის ტყაოსანი წაეკითხა, სადაც შესანიშნავად აქვს ნათქვამი ჩვენს სულმნად შოთა რუსთაველს, ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირს არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად ნახიდათ. ანდა იქვე იგი წავა და სხვა ბოლა თურქფასა საბაღნაროსა. იგი წავა და სხვა ბოლა. მოხსნას ხომ არ გვიბირებთ, ბატონო სანდრო? როგორ გეკადრებათ, ბატონო ბაჩანა? მე უბრალოდ მოვედი, რომ გამემხილებინე. რომ იმ კაცს, რომელიც კურირებას უწევს ზემდგომ ორგანოებში ჩემს წარმოებას, ვაი თუ
არის სიამოვნოს თქვენ სხვაინდელ ნომერში გამოქვეყნებული ამ უნიჭო ფელეტონის წაკითხვა. თქვენ რა იცით რა წერია ფელეტონში? ვიცი ბატონო ბაჩანა, ყველაფერი ვიცი. მოვედი რომ გაგაფრთხილოთ, ამოიღოთ ფელეტონი. თორემ თავი მოგეჭრება. გაუფრთხილდით თქვენს ახალგაზრდა ავტორიტეტს. ის კამი, რომელზედაც თქვენ ეხლა ზიხართ, არც ისე მძიმეა. თქვენ რომ გონიათ. მოსინჯული მაქვს მე მაგ სკამის სიმძიმე. დღევანდელი ჩემი ვიზიტი თქვენ ასე ვთქვათ. ცოტა დამამცირებლადაც მიმაჩნია, ასეთ შემთხვევაში მე ჩემს ბუღალტერს ვაგზავნი ხოლმე რედაქტორებთან. თქვენ პირველი რედაქტორი ხართ, რომელთანაც მე ასე პატივისცემით მოვედი. ბედნიერი ვარ რომ პატივი დამდე. არ გინდათ ეს ირონიზირება ბატონო ბაჩანა. მე თქვენმა პატივისცემამ მომიყვანა აქტორებ. საერთოდ ეს ირონია ჩემი მოგონილია. ტყუილად კარგავთ დროს ბატონო სანდრო. ფელეტონი უნდა ამოიღოთ. არ გამოვა? ისეთი კაცი დაგირეკავთ, რომ გამოვა. მამა ღმერთმა რომ დარეკოს, არ გამოვა. ნომერი უკვე აწყობილია. იმის ამოღება სახელმწიფოს 50,000 მანეთი ზარალს მისცემს. რამდენი? 50,000 მანეთის ზარალს. მე დავფარავ მაგ ზარალს. მოემი ამბობს, რომ იმ 5 გრძნობის გარდა, რომელიც ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია, არსებობს კიდევ მე-6 გრძნობა, რომლის გარეშეც სხვა დანარჩენის ფასი კაპიკია. მაინც რა? ფული ბატონო ბაჩანა. კიდევ ერთხელ გირჩევთ. ამოიღოთ ეს ფელეტონი. კარგი. ამოვიღებ. ეს უკვე სხვა ლაპარაკია, ასე არაჯობებს? ვისთვის? თქვენთვისაც და ჩემთვისაც. ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არ ამგონია. რატომ? ახლა ვიაგიხსნით. ფელეტონი დაწერილია პრიმიტიულ პიროვნებაზე, ელემენტარულ ქურდზე. თქვენ კი როგორც გატყობთ საშიში მტერი ხართ. ამიტომ ხვალვე გამოვიძახე ფელეტონის ავტორს და ვურჩევ გადააკეთოს ფელეტონი, რომ მასში რაც შეიძლება რელიეფურად ჩანდეს თქვენი არსი. ახლა აბრძანდით. ოდექით. თქვენ ჯერ გამოუცდელი ყვინჩილა ბრძანდებით, ბატონო ბაჩანა. ტყუილა ფიქრობთ, რომ ასე ადვილია ჩემი გაფუჭება. მე უფრო ღრმა ფესვები მაქვს, ვიდრე თქვენ გონიათ. გაეთრიეთ. რომ იცოდეთ, როგორ მეწოდებით, ბატონო ბაჩანა. როგორ ახარ აზიზ? ისე ვარ, როგორც მამალი ლომი. არ დაიხრჩო, ხელო. შენ იღავ. ისე ხოლამაზე ცოლი მყავს ბატონო ბაჩანა, ძალიან ლამაზ. სომხებს ერთი ლამაზი ქალი ყავდათ, ისიც მე დავითრიე გასო. ეს რა არის შენ საყვარელი? მე და ცეგენა გაგიხდებოდ. სვედაჯა. ბავშვები სად არიან? რატომ ამასთან არ მოვიდნენ? სად იქნებიან ართან დილჯა, ხომ იცით ხე შაბათია. ნესტანი ინგლისურზეა, ტარიელი ფორტეპიანოზე. დამოიწდა. იცით რა გოგო მეზდება მამაოიორა. სომხური იცის, ქართული იცის თავისთავად. ინგლისურის დადის. სკოლაში ფრანგულს ასწავლიან? თუდა ქურთული იცის. ჩვენი მეზოვის ფიზულას გოგო გვანცამ ასწავლა. მითხარი, რომელმა მინისტრმა ეს სამდენი უწყვეტა? ბულიკა. ეს გოგო. ბიჭი? აღდი პაგანინია. პაგანინი სკრიპკაზე უკრავდა ბულიკჯან. ჩვენი ბიჭი ფორტეპიანოზეა. კარგი რა შედა.
ხო იცი რომ პაგანი ნიზილი ხოივა. კარგი, ხო? გაისათავლები სკრიპტას შევიყო. როგორ შენიტყვია ზიზისე იქნება? პროფესორმა მითხრა. ერთ კვირაში ფეხზე ავაყენებ და მეორე კვირაში სახლში გაგატანო. ოღონდ თუ დაგუჯერა და თუ თვითონაც ხელი შეგვიწყო. მამაცხოვნებოს რა ხელი შეუწყო. ყველა გამოსყლაფა. ყველა ნემს ვიკეთებ. აი უყურე, ერთი ადგილი გაქვს. ვაიმე. სახლშიაც ეგეთი უზრდელია ბატონო აპატია თქვენი ჭირენა. შეტაჯან. ამათ არ იციან, თორე მე სიარული დიდი ხანია დავიწყე. ვაიმე, საერთოდ ხარ? მაჯი, ნახე. წავედი თუ არა. ხო, მე რა ვქნა გაც? ამოდი აქ. მოიცა კაცო ხალხი ნუ გადა. ადი გეუბნები რა. მოდი. პარასუ. ეს რა თქმა უნდა. მეიცე. ძერ სიმპათი. ავაიდო სიცოცხლეს. შედაჟა. შენ ზომაზე მძიმე მეჩვენე. ჩემა ყოფნაში ყველაფერი გესმაკე, ეგეთ რამები არ მეგვარ. გაიხმე შენეგენა. აბა. რა იყო? არა. არაფერი. კომედია დამთავრებულია. დეგი. აუ. როგორ ახარ? Ничего. ბაჩანა გაიღვიძეთ. რა მოგივიდეთ? ცუდი სიზმარი ხომ არ ნახეთ. მთელი ღამე ბორგავთ. უცნაური სიზმარი ვნახე, მამაო. ისეთი სიზმარი კოპერნიკს შეშურდებოდა. ზეგარ დაიცვალა. რა ბრძანეთ? ზეგარ დაიცვალა. ზე? დაიცი თქვენ იყო მისი ჭირის უფალი. ვინ? მე. თქვენ და ბულიკა. ღვთიური სიზმარი გინახავთ, ბატონო ბაჩანა. ავთანდი ეცინოს მამა მაგას ცალკე მოუყვები ავთანდი ბიჭო რა მოხდა მამა სიზმარი აგიხდეთ ზეგარ დაიცვა Ana sivine de maga gatve baze zaman tam şiddet
Естვალებში ჩანას ქარათული ზეთის გავარა უნედავი მაგულგერაზე დამასამარა უნედავი მაგულგერაზე დამასამარა Γέλασε γιατί τώρα γερέμα μαγλής τόνεμα Αβέδι βίντεο ματαβάμ κούλας άραγε περάλεμα Τκύρο μέλεμα γάμεμα μόξα Τβάλα τάσι շավե Աներալը գաչնդի աստրե գարգի Նադի շավե Rogavada ega sinora chegla vino devo Scrivo ciancani tavani tsani dai vino devo Sheni sahe sana teli vida chamai devo Magotsinine torema merega viani devo Magotsinine torema mere viani Rashul, că mai mult, ți-ai gândit că Margo. Margo. Დიდი ხარნი არ გამოჩენილა. ავად ხო არა? ჩავიდეს ნახოთ. პერანგი დავტოვე გასაეცხოთ, იმასაც წამოვედი. ღია. გამარჯობა, მარგო. აჩენა. ფიცოდი რომ მოხვიდოდი. რა იყო, მარგო, რა მოგივიდა? რა ვიცი, ასე თითქოს მუსელში შამფურებით მივლიან. არც ღვინო მიმშველა, არც არაყმა არ მიშველა. აბა ერთი ნახე. რამდენი? რამდენია? ბევრია, მარგო, ბევრი. მაინც რამდენია? ბევრია. ой, დედა. მარგო. ალო, ექიმი ჩქარა. საიდან მოიყვანო? საიდან ზგინთ? ბიჭებს დაუძახე. ნუ გეშინია, მარგო. ნუ გეშინია. ჩააბარე გამოწდები. ჩააბარე. ეხლა ცოლი უნდა შეირთო. რა ვაჭამ? ერთმანეთი შეჭრა. Естვალებში ხარათული ზეთის გამარჯობა. დიდი სიცხე. კარგია რომ მოხვედით.
ოღონდ აიგრემ წრიში ნუდგე ხარ თორემ ბანაშვიდი მგონია. ნუ გეშინია მარგო. აულ წავიდა ექიმს მოიყვანს. ბაჩანა, აბა ერთი ყუთი მომაწოდე. ბაჩანა, აი ეს ქვა ფირუზია. იცოდე, ობოლი ქალი უნდა შეირთო. თორე შენ სხვა ვერ გაგიგებს. მადლობთ. ალალო. ალალო ექიმის მოსამართლე და აი ეს კიდე ალალოს გადაეცა. უთხარი ცოტა ეშმაგი ქალი შეირთოს. თორე შიმშილი დაიხოცებია. გადავწე. აი ეს კიდე მე. ამას ვერას ვერ მოგწევთ. თელი მას ქალობა ამაში გამიტარებია. ბაჩანა, აი ეს კიდე ბიჭებს დაურიგე. მოგდანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ ქალბატონო. გამარჯობათ ბატონო ეგნატე. ჩემი სახელი საიდან იცით? თქვენი სახელი ვინ არის ეს ნახევარი საქართველოს საიქით დანაკრავთ დაბრუნებული. ცოტა ნაკლები. აბა გენაცვალე მითხარი რა გტკივათ? ჰევთ. აი სულ ცეცხლი მეკიდება. როდის დაგეწყო? გუშინ. რა გუშინ წინ. აბა საბანი გადიხადე. გიჩი კი ვარ, მაგრამ ცხენია ბატონო ეგრეთე. აქ ტკივა? დიახ. აქ? დიახ. აქ? დიახ, ისე მტკივა რომ სიცოცხლე აღარ მინდა. აქ ტელეფონი ვისა აქვს? დულაძეებს. ახლავე დარეკეთ სასტრაფოში. ახლავე აგაჩნდა. რაო ბატონო ეგნატე. არ გაინძრე შენი განძრევა არ შეიძლება. მივდივარ ბატონო ეგნატე. აქამდე სად იყავი შედაღუცილო? სიკვდილი ჩემთვის ბაირამობაა ბატონო ეგნატე. შემავა უეგლოდა ვერი ხარა აშორება გულობა ვერაიდანა რემლი მახჩო გუზე ცეცხლი მეგება აღარ შეხა ბიჭებო გოგირდის აბანოში არიაროთ ბიჭებო არიაროთ გოგირდის აბანოში დიდი მადლობა ბატონო ეგნატე რომ მობრძანდით და პატივი ეცით ამ უბედურს. ეს შემოვალეობა. მაგრამ მართლა რატომ იზაღდა გოგირდის აბანოში არიაროთო? ეს სევდიანი ისტორიაა ბატონო ეგნატე. თავის ქორწილის დროს მარგო თურმე გოგირდის აბანოში წასულა. იმ დროს თბილისში დიდი წყალდიდობა ყოფილა. ბევრი ხალხი დაიღუპა გოგირდის აბანოში. მარგო გადაურჩენიათ, მაგრამ მთელი ერთი წელი ფსიქიატრიულ სამატყოფოში დაყო. იმის ნაძირალა საქმროს ერთხელაც არ მეუკითხავს. ასე ამბობენ. საწყალი ქალი. ბატონო ეგნატე ეშველება რამე? ძალიან რთული ამოცანა მომეცით მარიამ. მითხარით რა მოგიყვანათ ჩემთან? ან ამიხსენით ან მომკალეთ.
უმარტივეს ამოცანასთან გაგვთ საქმე, ბატონო ბაჩანა. მე ხოლმე მივლინებაში მივფრინავ. და უბრალოდ ასეთი ჩვეულება მაქვს, გაფრენის წინ ახლობელ ადამიანებს ვემშვიდობები ხოლმე. მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი? დიახ. რატომ? ეგ რომ ვიცოდე რაღა მიჭირს. ან მოჩვენება ხართ, ან სატანა. რასაც ახლა ვამბობ, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. უკვე 1 წელია ვებრძვი თავს. პირველი სადღეგრძელო ჩემია. ბრძანეთ, ბატონო. მე დღეს იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ დაბადების დღე მოგილოცოთ. თქვენ რა იცით, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა? მე თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი. მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ყოველი დღე და ყოველი ღამე თქვენთან გავატარე. გამარჯობათ, ბატონო ბაჩანა. გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონო. თუ ნებას მოვცემთ, ბატონო ბაჩანა, ცოტა ხნით შემოგიერთდებით. დაბრუნდით, ბატონო. მადლობთ. ალბათ ვერ მიცანით არა, ბატონო ბაჩანა? გიცანით. მაღლაფერიძე ბეწვეულის კომბინატიდან. გადასარევი მეხსიერება გქონიათ. თუ სასაყვედუროდ მოხვედით, ბატონო სანდრო, გთხოვთ დღევანდელ საღამოს ნუ ჩამემწარებ. როგორ გეკადრებათ, ბატონო ბაჩანა? პირიქით, მოვედი რომ მადლობა გითხრათ. მადლობა? დიახ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მეტად პოპულარული შევიქნე. თელმა რესპუბლიკამ გაიგო ჩემი სახელი და გვარი. საინტერესო წარმოდგენა გქონიათ პოპულარობას. პოპულარობა, ბატონო ბაჩანა. პოპულარობამ დაბადა ჰეროსტატეს კომპლექსი ქვეყანაზე. მაგრამ ამაზე სხვა დროს. ეხლა კი მინდა გითხრათ, ბატონო ბაჩანა, რომ ვარაუდი არ გაგიმართლათ. და თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული წერილი ჩემთვის სამედისწერო არ აღმოჩნდა. კაცი, რომელსაც თქვენ ფელეტონი რეაგირებისათვის გადაუგზავნეთ, დიდი პატრიოტი და მამულიშვილი აღმოჩნდა. რანაირად? თქვენი გაანგარიშებით გაზეთიდან ფელეტონი რომ ამოგეყოთ, სახელმწიფო 50,000 მანეთის ზარალს ნახავდა. მან კი ეს ზარალი 25,000 მანეთზე დაიყვანა. უმარტივესი ოპერაცია ჩაატარა. თქვენი ფელეტონი რეაგირების გარეშე დატოვა. თქვენ ამბობთ, რომ 25,000 მანეთი მან ქთა მიაიღო? რას ეძახით თქვენ ქთავს? ადამიანი რომ ადამიანს ხელს გაუხდის და სამსახურს გაუწევს იმას, განა რუსთაველის ზნეობრივი კოდექსებით არ ვხელთვალელობთ დღესაც. აბა გაიხსენეთ, რა შეუბნება ავთანდილი ვინმე ვეზირს. 100,000 თუმანი შენ ქთამად მიითვალეო. ძალიან ნიჭიერი და საშიში გაიზბერა ბრძანდებით, ბატონო სანდრო. არ ველოდი თქვენგან ასეთ პასუხს, ბატონო ბაჩანა. მე მეგონა თქვენ ამ ხნის განმავლობაში დევზებიც ამოგივიდათ და ქივილიც ისწავლეთ. თქვენ კი ისევ ძველებურად ხივით. არ იცით რას უშვებიან მამლებს, რომლებიც დროზე ადრე ხივიან. როგორ კადრულობთ, ბატონო ბაჩანა, ასეთ მაძირავასთან ლაპარაკს? თუ აყვებით, ბატონო ბაჩანა, დედაკაცის ვნებებს, მაკედონელმა როსკიპმა ქალებმა დააწვევინეს მეომრებს, მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი პერსეპოლიში.
ბატონო იორამ. სულ მინდოდა მეკითხა. რა იყო თქვენი ავადმყოფობის მიზეზი? ორთაჭალის სამების ეკლესიას ბატონო მარჩანა. ერთი უძვირფასესი განძი გააჩნდა. ვახტანგ გორგასალისის მირანდუხტის ზურმუხტის თვლებით გაწყობილი ოქროს ჯვარი. პირველად ინფარქტი მაშინ მომევიდა, როცა ეკლესიის სეიფი გავხსენე და მირანდუხტისეული ოქროს ჯვრის ნაცვლად წითელი ფოლოგი დამხვდა. ჯვარი უყალოდ გაქრა. ერთი ქარეწარი დიაკვანი ყავდა. როგორც ჩანს, მისი უწმინდური ხელი ერი ამ საქმეში. მეორე ინფარქტი ბატონო ბაჩანა ამ 2 თვის წინ დამემართა. სახელგანთქმულ ოჯახში მიმიწვია სული საცხონებლად. ინფარქტმა მიცვალებული სარეცელთან მისვლაც კი არ დამაცადა. გული სწორედ მაშინ გამიჩერდა, როცა კარი გამიღეს და დიასახლისის ყელზე დავინახე მირანდუხტისეული ოქროს ჯვარი. რა გვარის ოჯახში ნახეთ ის ჯვარი ბატონო იორამ? დამავიწყდა ბატონო ბაჩანა. იმ ოჯახის გვარიც და სამყოფელიც. ამერთი ადრე თუ გვიან თავად მოხკითხავს ცოდილს თავის მოსაკითხავს. დადექი შენვან გლახუნა ქერკაძე ხომ ხნავს ძალა აღმარts რა მაინც თქვენმა თავის დამარემ ჩემს მოსაკლავად ამივიდნენ ხომ თუ ასეთი გულადები იყვნენ რატომ თხეში არ შემოვიდნენ მაგრამ იცოდნენ რომ თავის დისკოებიანად შევტენიდი იმ ავტომატებს უკანალში განწირული კაცი სიცილია შენ რომ მიცინი ახლა მანუცალა გიგვაზე მაგაზე ომი რომ დამთავრდება, აი მაშინ ვილაპარო. ომი რომ დამთავრდება, ზედაცემულო მანუცერა. თუ მანამდე არ მოხდეს სული, შოხატაურშონ ყველაზე მაღალი წადარია, იმაზე ჩამოყიდე ფეხები. მამკარი ბარემ, შე აჯრიხას გაგდებულო. ყველა ფიქრობ გლახუნა ბატონო ჯერე იღე გოდორი გავსე ყველით მე კიდე ზურგზე და მიმიტანე ადგილზე მანამდე იცოდე არ გეღირსება სიკვდილი ვისებდი მანუცარა უთხეურო თქვენ გებრძვით თქვენ ბოლშევიკებს 22 წელიწადია ბოგინობთ მამაჩემის ნასახლარზე და მამულში გეხოთაწი ჩვენი დრო მოვიდა მინახარ ბიჭო შენ მე და გერმანია მე სადა შენი გერმანია მოა გლახუნა მოა და იმ ხეზე, რომელზედაც მე მპირდებოდი ჩამოკიდებას, თქვენ ჩამოკიდებთ ყველას. წინ თქვენ რაიკომის მდივანს წაგიმწვარებთ წითელი დროშით ხელში. რა? ადრე ახლა და გამომყევი. და დათუ წამიღე მანუსრატი გვაზე თუ არა? ცოცხალი თალფია შენ არსად არ წამოხვევი. ფუ! დაიჩოქე აბა გლახუნა და ილოცე. თუ იცი ლოცვა მაინც ღვთისშვილი ხარ და ერთ ტარახიდან ვართ ამოზელილი დაიჩოქე ჩქარა ღმერთო მაღალო თუ მე და სხვა დაგი მართლა ერთი ტარახიდან ვართ შეზელილი წაიღე შენ ამოძელის ცოცხლე არ მიღის ის ტარაფრას
ადექი მაუნჩერა გიგვაძე. ვინ ხარ ბიჭო? ადექი მაუნჩერა გათახსირებულო. ვინ ხარ ბიჭო შენ და რიშკის მკლო? გლახუნა ვარ მე ქერქაძე და ჩემი ხელი და უნდა მოგთა შენ. არ შეცდე ბიჭო. არ შეიძლება შენისთანა პატარა ორგანაის ხელიდან კაცის სიკვდილი. არ მესწრო. ადექი როგორ გინდა მე კაცის კოლელის სახელით იცხოვრო და იარო ამ ქვეყანაზე. შენ როგორ ცხოვრობდა სუნთქა ამ ქვეყანაზე? ვინ გითხრა ბიჭია რომ მე ცხოვრობდა სუნთქა? მოკვდი მაუნჩერა გიგვაძე. ვინ ხარ ბიჭო შენ და ვინ გამოგზავნა ჩემთან სიკვდილად მითხარი მაინც? გლახუნა ვარ მე ქერქაძე. ახლა ბიჭო კაცი მოკალი ბაბუა. კაცი მოკალი? გლახუნა ქერქაძის მკვლელი მოკალი. ამ შარა გიგვაძე მოკალი. ბატონო ბაჩანა უმერთო ძლია რომ გადააფარე შენი ფარველი კალთა და გაუგრძელე დრო შენ თაღლებისა რამე თუ რაც უფრო მეტ ჟამს ნახობს იგი ამ ქვეყანაზე მეტ სათნოებასა და სიკეთეს დასთე შენს მიერ შექმნილ ქვეყნიერებაზე მე კი მტვერი შენი მუხმოდრეკილი გევედრები შეიწყნა რო იგი და თუ მაინც განწირული გავს განსაკითხავად მიიღე სული ჩემი და ხორცი ჩემი მისი სულისა და ხორცის ანაცვლოდ ზეო ამოდი მე ფარები მთას ლამაზი ქალი დამსრალა მიუალერსე მას მიუალერსე უთხარი რომ სიყვარული კლავს თორემ ქალია იცოდე ძაღა გაყვება სხვას გამარჯობათ ახალგაზრდებო გაგიმარჯოთ შოვიდან დაგინახეთ. ახაურებს არა გვანდით. ვიფიქრე მივა, კითხავ იქნება რამეს კიდევაც მე. გჭირდება, მასა გჭირდება? რაში? ადამიანი გჭირდება ჩვენთან რომ მოვიდეს და პური გატეხოს. არა, იგი არ ვარგა. აი, გახედი, ფედოვზე სახსახედა. სადა ბატონო? აი, ბიჭო, ფედოვზე სახსახედა ხედა. კი ვხედა. ჩემი სახლია. იქაში პურით დახვდება და მარილით. ეგ სხვა დროს იყოს, ახლა მოგბრძანეთ, ჩვენ დაგვეწვიეთ. ახანა არიშია. აქ მოხარ. აქ. მოგბრძანეთ. დაბრძანდით ბატონო. შეიძლება იყოს. აბა, ახი. მეცამახ, ჩემი ხმიათ. დაილოსეთ ბატონო. არა, ჯერ არ ყითა. აბა. თურებია. აბა, ნახე შულო. დაილოცე. სიმძარე გვაშოროს, სიტყვა მოგცეს. თუთისა ადალოცილი.
კაია. მართლა კარგია. სიმწაერს მოგცეს ღმერთმა და სიტყვოცა ოღონდაც გვარცოცხლოს. სიცოცხლეს არაფერი ჯობია შვილებო. აბა ეთი შენს დაილოცე დალი კარგი ისეთი ლამაზი გაუჩენი ხარ შამქნელსა სიტყვაც ლამაზი გექნება შვილო ძიაკაცო რამდენი წლისა ხარ? 70 წელი. ხო და ერთი მაგდენი კიდე ვიცოცხლ. მართლა. თქვენ ერთმანეთს რა ხარ შვილებო, ხა? ჩვენ ძია გიორგი ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. აქ ჯვრის დასაწერად ამოვედით. მაგრამ გუდელი რომ არ არის, ჯვარს მინდა გწერს. ჯვრის წერას გუდელი რაც უნდა შვილებო. თუ ერთმანეთი გიყვართ, ჯვარს მე დაგწერთ. ბირბისაც მე დაგადგამთ და მიროსაც მე წაგაცხერთ. აბა, ადეთ შვილებო. ჩაშიდეთ ხელი ერთმანეთს, ჩაშიდეთ. შენ სახელი შვილო? ბაჩანა. შენი? მარია. კარგი სახელია, მარია. შვილო მარიამ და შვილო ბაჩანა. ის ცრიანი დილა იყოს თქვენი მირონი. ეს დიდი მაღალი მზე კიდე თქვენი გვირგვინი. ეფერი ეკლესია და ჩვენი დალოცვილი მიწა იყოს თქვენი სიყვარულის მოწმე. სიყვარული იყოს მუდამ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. უღლის გაწევაში არ გეღალატოთ ერთმანეთისათვის. თქვენ გენაცვლეთ თქვენა. ამინ. რა თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, ბატონო ნოდარ, იმის გადახდა არ შეიძლება. ამიტომ თუ უფლებას მომცემთ, უბრალოდ მეყარებით როგორც ძმა და ძვირფასი ახლობელი. მადლობა. თქვენი მადლობა კი ის იქნება, ბატონო ბაჩანა. თუ ჩემ რჩევას მიიღებთ და შეასრულებთ. გისმენთ, ბატონო. სიგარეტი არა. დიახ. ღამის თევა არა. ღვინო არა, ქალები არა. სიცოცხლე. მიოკარდის ინფარქტი, ბატონო ბაჩანა, მინუს ზემოთ ჩამოთვლილი მამოძაღლობები, უდრის სიცოცხლეს. როდემდის ექიმო? 2 წელი როგორც კანონი. შემდეგი 2 წელიწადი როგორც რჩევა. შემდეგი 2 წელიწადი ნებაყოფლობით. როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველამ უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში. იმიტომ რომ სწორი ანალიზი გაუკეთოს განვლილ გზას. არ ამგონია, ბატონო ბაჩანა, რომ თქვენი ცხოვრება განმეორებით ანალიზს საჭიროებდეს. თქვენ ასე ფიქრობთ? ყოველ შემთხვევაში გარედან ასე შანს. ეს ორი თვე განსაცვიფრებელი აღმოჩენების დრო იყო. ისეთი რა აღმოაჩინეთ, ბატონო ბაჩანა? მარადისობის კანონი. რა ბრძანეთ? ო, მარადისობის კანონი. რა კი კანონი აღმოგიჩენიათ, მას ალბათ თავისი ფორმულაც აქვს. დიახ, აქვს. ამ ფორმულის აზრი, ბატონო პროფესორო, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მის დარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშვებოთ და ვეცადოთ როგორმე უხდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი,
სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამოთ. რამე თუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავავლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.